მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ გადაცემათა ციკლი წიგნები და ფინანსები და დღეს ვილაპარაკებთ სოფლიო ლიტერატურის ყველაზე უფრო მდიდარ პერსონაჟებზე. დავიწყოთ იმით, რომ სოფლიო ლიტერატურა არის ძალიან სერიოზული ძეგლებით თავის დასაწყისში და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოები პირდაპირ იწყება მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი კაცის ამბით. ანუ არსებობს ადამიანი დაახლოებით ისევე მდიდარი, როგორც მაგალითად იყო ყველაზე ლამაზი ქალი ჰელენე. ყველაზე მდიდარი კაცი მსოფლიოში არის კროისოსი, იგივე კრეზოსი, იგივე კრეზი, სხვადასხვანაირად ამბობენ მის სახელს, სწორი ფორმა არის კროისოსი, ესაა ლიდიის მეფე, რომლის შესახებ პირველად მოგვითხრა თავის პროზაულ ნაწარმოებში, რომელიც ისტორიული ნაწარმოებია, მაგრამ რომელშიც არის ძალიან სერიოზული რომანული ელემენტები, ესაა ჰეროდოტოსის ისტორია, კლიო თავი, პირველი თავი, სადაც ლაპარაკია კროისოსზე. რა მოხდა? მოხდა ასეთი რამ. ოდესღაც იყო ძალიან სერიოზული მეფე სახელად კანდავლოსი, რომელსაც ჰყავდა ულამაზესი ცოლი. მაგრამ კანდავლოსის ტრაგედია იყო ის, რომ მისი ცოლის სილამაზის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. ეს იყო მისი ისეთი სიმდიდრე, ისეთი განძი, რომლის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა და ის მოკვდა დარდით. თუ ასეთი ლამაზი ქალი ყავს და არავინ არ იცის. გადროა ისეთ ტანსაცმელი აცვიათ ქალებს, რომ ვერ მიხვდები, ტანი აქვს, არა აქვს, სახე აქვს, არაფერი არ ჩანს. ღამე ძილის წინ ქალი იხდის ყველაფერს, შიშველი წვება თავის ქმართან, ქმარი გაოგნებულია, რომ ასეთი ცოლი ყავს, ასეთი ლამაზი. ამიტომ თავის მიაბჯრეს და მეგობარს გიგეს უთხრა, შენ უნდა ნახო ჩემი ცოლი შიშველიო. იმიტომ რომ შენ აზიარა ხარ ლამაზია და მე მინდა რომ ვინმე იყოს აღტვანებული და დაამალა ეს კაცი, ანახა ეს ცოლი, მაგრამ ცოლმა თვალი მოჰკრა და დაელაპარაკა. და თქვა, მე ვერდროულად ორი კაცის ცოლი ვერ ვიქნები, ორ კაც შიშველი ვყავდე ნანახი, ეს გამორიცხულია, ან შენ მოკვდები, ან ჩემი ქმარი, ან შენ მოკლავ ჩემ ქმარს, ან მე ვეთქვი და ის მოკლავ შენ. მაშინ გიგესმა გადაწყვიტა, რომ მოეკლა კანდავლესი. ასე მოხდა ეს დიდი ცოდვა, ცოლის სილამაზეს გადაყვა კანდავლესის ძალაუფლება და სიცოცხლე, გიგესმა იგი მოკლა და მისი გვარი დაიწყევლა. მაგრამ დაიწყევლა იგი მეხუთე თაობაში. გაიარა ამ ხუთმა თაობამ, ყველას დაავიწყდა ყველანაირი წყევლა და სხვა და დაიბადა მეხუთე თაობის მეფე, ლიდიის მეფე კროისოსი. კიდევ ერთხელ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი კაცი. როცა გვინდა ვთქვათ მდიდარი, ვამბობთ კროისოსივით მდიდარი. როცა გვინდა ვთქვათ ყველაზე მდიდარი, ვამბობთ კროისოსივით მდიდარი. მოკლედ, ძალიან მდიდარი კაცი. იმდენად დარწმუნდა თავის უძლეველობაში და იმდენად დარწმუნდა თავის ბედნიერებაში, რომ როდესაც მას ეწვია საბერძნეთიდან კაცი, ბრძენი, სოლონი, ათენის ყოფილი არქონტი, ათენის ასე ვთქვათ რეფორმატორი, დიდი პოეტი, დიდი მოაზროვნე, ჰკითხა მას სოლონ, ვინ არის ყველაზე ბედნიერი კაცი მსოფლიოში და ეგონა ისეთყოდა შენო. ამან უთხრა, რომ ათენელი ბიტოსი არისო, იმიტომ რომ მოკვდა ათენის გულისთვის, რო თქვეს, მეორე ვინ არის, ვიღაც ბიჭები დაასახელა დედის გულისთვის მოკვდნენ. მეო და შენო ჯერ არ ვიცი ცოცხალი ხარო და ცოცხალკაცი როგორ თქვა, რა ვიცი რა დაგემართება ცხოვრებაშიო და ეწყინა, ძალიან ეწყინა. და მომავალში, როდესაც დიდი ომი წამოიწყო და წააგო და მონად ჩავარდა, უკვე ისე იგი სპარსეთთან წააგო. ზემოთ იყო კოცონის თავზე დადებული და უკვე ცეცხლი უნდა დაეკიდა და უნდა დაეწვათ, როცა იქიდან დაიძახა სოლონ სამჯერ და მეფე სპარსეთის მეფე კიროსმა იკითხა, რატო იძახის სოლონსო და აუხსნა მან ვინ იყო სოლონი და რა თქვა და იმდენად მოეწონა, რომ გადაარჩინა სოლონის სახელმა და მრჩევლად აიყვანა და სხვა ჩვენს იმ წუთას ძალიან ბრძნული რჩევა მიცა კიროს. ერთ სიტყვით ეს კაცი, კროისოსი, იყო უმდიდრესი ადამიანი, მაგრამ მისი სიტუაცია დრამატულად განვითარდა, ანუ სიმდიდრე რო არ არის ბედნიერების გარანტია, ამაზე იყო ლაპარაკი, მაშვილები დაეღუპა, მთელი ამბები არის მასთან დაკავშირებული. ამის შემდეგ უკვე ჰომეროსთან ვხედავთ, მანამდე რა თქმა უნდა ჰომეროსი უფრო ადრე იყო, უბრალოდ პირველი პროზიდან თქვი და ახლა პოეზიიდან მინდა მაგალითები მოვიყვანო. ჰომეროსი პირველი იყო და პირველი პოეტი იყო, რომელმაც ყველა მდიდარი ადამიანები აღწერა.
მის ნაწარმოებში ყველაზე მდიდრები არიან ძმები აგამემნონი და მენელაოსი, ანუ მიკენისა და სპარტის მეფეები, უძლიერესი მეფეები, უმდიდრესი ადამიანები. ბერძნების მხარეს ესენი იყვნენ ყველაზე მდიდრები, ტროელთა მხარეს კი ჰექტორი და მამამისი პრიამოსი უზარმაზარი ოჯახი ტროელების იყო ძალიან მდიდარი და ოქროთი ძალიან სერიოზულად მომზადებული ოჯახი. აი, როდესაც ჰექტორი მოკვდება და გამოსასყიდი იქნება მისატანი აქილევსთან, იხელა ქონებას ჩაიტანს პრიამოსი, რომ აქილევსი არის გაუგნებული. საიდან ვიცით, რომ ძალიან მდიდარი იყო აგამემნონი? იქიდან ვიცით, რომ როდესაც ბერძნები დაიძინენ ტროელების წინააღმდეგ, სულ შეიკრიბა 1000 ხომალდი, საიდანაც 100 ხომალდი იყო აგამემნონის. წარმოიდგინეთ, 1/10 მთელი არმიისა იყო აგამემნონი. შესაძლებლად გეტყვით, რომ 80 ხომალდით იყო მისი ძმა წარმოდგენილი, ასევე ძალიან სერიოზული ამბავია და ამის მერე მოდის 50 ხომალდით აქილევსი. ანუ აგამემნონი სულ ცოტა ორჯერ უფრო მდიდარი იყო ვიდრე აქილევსი და სიმდიდრე მისი ძალიან სერიოზულად ჩანს, როდესაც იგი აქილევს ელჩობას უგზავნის და ეუბნება რაებს აჩუქებს, თუ კი კარგად მოიქცევა. აქილევსი მართალი არ დაემორჩილა მას, მაგრამ იქ სერიოზული ჩამონათვალი იყო, დიდი ქონების, ბევრი ქალაქი, ბევრი ოქრო, ბევრი რამა. მაგრამ მე მგონი ბერძნებს ყველას ერთად რაც ჰქონდათ, იმდენი ერთსაკუჭნაოში ჰქონდათ ტროელებს, ისინი საერთოდ ზემდიდარი ხალხია და უზარმაზარი ქონების პატრონი. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი არის როგორც ჩანს სამხედრო დიდების ნიშნები, ანუ ქონებას ბერძნები ქმნიან დაპყრობით და ასევე ტროელებიც. მაგალითად, აქილევს რო ქალი ჰყავს, საიდან ყავს ეს ქალი? იქიდან ყავს, რომ შეიჭრა რომელიღაც ქალაქში, რომელსაც ასევე თებე ერქვა, მაგრამ ეს არ ბერძნული თებე იყო და არც ეგვიპტური, ეს იყო ტროული თებე, შეიჭრა იქ, ქმარი და ძმები დაუხოცა და ეს ქალი წამოიყვანა. ანუ ქონება ქალის სახით იქნება თუ სპილენძის სახით იქნება თუ ოქროს სახით იქნება თუ ვერცხლის მოიპოვება ბრძოლით. ბერძნებიც და ტროელებიც მეომარი ცივილიზაცია და ამიტომ ძალიან მდიდარი ცივილიზაცია. უმდიდრესი ქალი იყო ჩვენი მედეა, იმიტომ რომ კოლხეთი იყო ოქრომრავალი კოლხეთი, ვისაც არ ჯერა შეუძლია ვანის გათხრები ნახოს, რომელიც არის ყუნწი ჩვენი კოლხური ცივილიზაციის სულ ბოლო არის და დასაწყისში რა იქნებოდა უნდა წარმოვიდგინოთ, ოდესმე ამას ყველაფერს ნახავთ ალბათ და წარმოვიდგენთ, ეს უმდიდრესი ქალი ცოლად გაყვა სიღატაკეში გარსდილ იასონს. სხვა შორის მათი ურთიერთობის ახსნა ფსიქოლოგიისთან და ეკონომიკითაც შეიძლება. იასონი მოგეხსენებათ, როცა დაიბადა, მის მშობლებს ხელისუფლება წაართვა, ძმას წაართვა ხელისუფლება პელიასმა ესონს. და ეს ბავშვი გააგზავნეს სახლიდან და საერთოდ სვის ოჯახში გაიზარდა და საკმაოდ ღარიბი იყო, რომ იცოდეთ. სანდალი რო დაგარგა დინარეში, მეორე სანდალი ვერ იშოვა, რომ ჩაეცვა ფეხზე, ფეხში შველი შევიდა თავის სამშობლოში, იქიდან რო დაბრუნდა. ეს ღატაკი კაცი წარდგა ოქრომრავალი კოლხეთის მეფის წინაშე და უმდიდრეს ქალს შეუყვარდა. მერე დაამადლა ცივილიზაციას გაზიარეოდა, ჩამოგიყვანე კოლხი ქალი საბერძნეთში, მაგრამ ის კი არ უთქვამს, რომ მილიონერი თუ მილიარდერი მამიშვილი ოქრომ კედით რო კაბებს კერავდნენ, ოქროსგან ზაფირო ჰქონდათ გაკეთებული და არ იცოდნენ სად დაეხარჯათ. ამ ქალს დაამადლა ცივილიზაცია. ანუ საბრალო პატარა ერთი ბეწო ქალაქ კორინთოსში ცხოვრება. სასაცილოა კოლხეთის უზარმაზარი სამეფოს წინაშე, ეს არაფერი არ იყო, პატარა რამე იყო, მაგრამ ასე ხდება ხოლმე დამადლება, ჩვეულებრივი იყო ეს ამბავი. მოკლედ იმის მინდა, რომ მედეა იყო მდიდარი. ამან ასახვა პოვა მის ფსიქოლოგიაზე, მის დაუსჯელობაზე, მის კედმაღლობაზე, მის ძალაზე, მის დაუმორჩილებლობაზე, მის და ასე ხასიათზე. ხოლო ის ყოფილი
ღარიბი იყო და ამან იმოქმედა როგორც ჩანს მის ფსიქოლოგიაზეც. ამიტომ მუდმივად ეძებდა ახალ ქალებს, სულ ეძებდა თვით დამკვიდრებას ხვის ანგარიშზე, ხვის საფუძვლებზე. ის მეფის ქალიშვილი იყო, ეს მეფის ქალიშვილი, სულ მეფის ქალიშვილებს და მდიდარ ადამიანებს ეძებდა ყოველდღიური ცხოვრება. რამაც დაღუპა კაცმა რომ თქვას და კარგი მას არაფერი არ მოუპოვებია. ამიტომ არის რომ დანტე ალიგიერის ნაწარმოებში ჯოჯოხეთის მერვე წრეში იასონისთვის მოიძებნა ადგილი და მედიასთვის, რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთში ადგილი არ მოიძებნა, მედია ჯოჯოხეთში არ არის. ეს ძალიან საინტერესო არის სხვა შორის დანტე ალიგიერის თვალსაზრისით. ნახოთ, ვინ არიან კიდევ მდიდარი ადამიანები. ძალიან მდიდარი კაცი იყო ენეასი, სანამ იგი ტროაში ცხოვრობდა. იქ მისი ქონება რო აღწელი, დიდი ქონება არის, ძალიან სერიოზული, მაგრამ როდესაც ტროა დაიქცა, მან ყველაფერი დაკარგა. და ამიტომ ახალი ცხოვრების შესაძენად მან მთელი მსოფლიო მოიარა და ბოლოს მიაღწია მას, მაგრამ სიმდიდრეს მის ცხოვრებაში უკვე ის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც ადრე. მისი მემკვიდრე ამ შემთხვევაში პოეტს გულისხმობ. ენეასის პოეტის ვერგილიუსის ნამდვილი პირველი მემკვიდრე არის დანტე ალიგიერი. დანტე ალიგიერმაც გვაჩვენა მდიდარი კაცები, ესაა რომის პაპები, რომელთაც გაყიდეს ყველაფერი, რისი გაყიდვა შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ანუ საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა აჩვენა, საეკლესიო ქონებით ვაჭრობა აჩვენა, უსინდისო რომის პაპები, რომლებთაც სავსეა ჯოჯოხეთი. ეკლესიას რამდენად მოეწონებოდა ეს ამბავი არ ვიცი, მაგრამ დანტე ალიგიერი არასოდეს არ ყოფილა აკრძალული ეკლესიის მიერ. მაგრამ რომის პაპების, ასე ვთქვათ, კორუფცია და სიმდიდრე მან კარგად აჩვენა. ამის გარდა მდიდარი ხალხი, რა თქმა უნდა, ხდებოდა მსოფლიო ლიტერატურაში, მაგრამ მე მინდა სამაგალითოდ ავიღო ერთი მდიდარი კაცი, ვინაიდან მისი ქონების წარმომავლობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. ფაქტობრივად ზღაპარი დაწერა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა. ზღაპარს ქვია დიდი გეტსბი. ზღაპარი არის, იმიტომ რომ ესაა ეგრეთ წოდებული ამერიკული ოცნების გალიტერატურება. ამერიკული ოცნება არის, რომ ყველა შეიძლება გახდეს მდიდარი, ყველა შეიძლება გახდეს პრეზიდენტი, ყველა ამერიკელისთვის გახსნილია გზა ბედნიერებისა და კეთილდღეობისაკენ, ვისაც რა უნდა შეგვიძლია გახდეს ესა ამერიკული ოცნება. ბევრმა აისრულა ამერიკული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 მილიონზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ეს არ არის ნორმალური ქვეყანა ამ თვალსაზრისით, ამდენი მილიონერი, ამდენი კეთილდღეობა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად ხატაკი ხალხი არ ცხოვრობს და ამაზე ახლა ცალკე არ მინდა საუბარი, მაგრამ თქვათ ასე, რომ ლიტერატურაშიც გამოჩნდა ეს მდიდარი ხალხი. ჰემინგუეი ხშირად ეჩხუბებოდა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს იმის გამო, რომ ფრენსის ფიცჯერალდს უყვარდა მდიდარი ხალხი და მათი ცხოვრებას აღწერდა მოთხრობებში, რომანებში და ამ შემდეგ. ვერ დამვალავთ ამ ამბავს, რომ დიახ, თვითონ ფიცჯერალდი არ იყო მდიდრული ოჯახიდან წარმომავალი, საშუალო ოჯახიდან იყო, მაგრამ მდიდრების მიმართ ჰქონდა სიმპათია და მან დახატა ერთი-ორი საინტერესო მდიდარი პერსონაჟი. მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, არის გეტსბი. გეტსბიც არ დაბადებულა მდიდარ კაცად. გეტსბი არის ამერიკული ოცნების კაცი, იგი იყო ახალგაზრდა, როდესაც მოხვდა ვინმე კოდისთან, ანუ მოხვდა გემის ამბები იცოდა, იახტის ამბები იცოდა და მოხვდა მილიონერთან, რომელსაც სწორედ იახტა ყავდა, იმასთან ერთად 5 წელიწადი მსოფლიოს ბევრჯერ შემოუარა და იმან რაღაცა 50,000 ქონებაც კი დაუტოვა, საიდანაც ერთი კაპიკითაც ვერ ისარგებლა, იმიტომ რომ სხვა ადამიანები, ქალები უფრო კარგად იყვნენ ჩასაფრებული და ამ ქონებას ისინი დაეუფლნენ. იურიდიული თვალსაზრისით მან იქიდან ვერაფერი ვერ მიიღო, მაგრამ მან იცოდა, რომ 50,000 ეკუთვნოდა და აქედან დაიჯერა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს ფული. და ამიტომ მან თავისი ამერიკული ოცნების განხორციელება დაიწყო. შეყვარებული იყო ახალგაზრდა ლეიტენანტი. ახალგაზრდა ლეიტენანტს შეუყვარდა ქალი სახელად დეიზი და ეს სიყვარული იყო ორმხრივი.
დეიზისაც უყვარდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ესენი შეყვარებულები იყვნენ, ქონებრივი განსხვავება მათ შორის იმდენი იყო, რომ მან ეს ქალი, რა თქმა უნდა, ვერ ჩაიგდო ხელში და დარჩა ოცნებად გამდიდრებული იყო ისე, რომ დეიზისთვის გამხდარიყო საინტერესო. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ გამდიდრებოდა, რამდენად კანონიერი იქნებოდა ეს სიმდიდრე. ამასობაში დაიწყო ომი. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც ჩაება ახალგაზრდა ლეიტენანტი და ამ ომის ბოლოს მაიორობამდე ავიდა, ანუ ივარგა ომში, კაი ვაჟკაცი აღმოჩნდა, კარგად იომა, კარგად იბრძოლა, ჩერნოგორიის გმირიც კი გახდა და ორდენი მიეცა ამის გამო და ომის მერე ითქვა, რომ ყველა ამერიკელს, ვინც მონაწილეობა მიიღო, მიეცა საშუალება და უფლება ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში ესწავლა და მან ყველაზე უკეთესი აირჩია ოქსფორდში ისწავლა, ოქსფორდი დაამთავრა, რის შესახებაც აქვს ყველაფერი დიპლომით, სურათიც და ასე შემდეგ. ამის შემდეგ დაბრუნდა ამერიკაში. მისი ოცნება იყო ისევ ის, დეიზი იყო მისი ოცნება. დეიზი ამასობაში გათხოვდა. მართალია მას გათხოვება არ უნდოდა, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ეს ახალგაზრდა ლეიტენანტი უყვარდა, ამიტომ გათხოვების წინ, როცა მას აჩუქეს ძალიან ძვირფასი $35,000 კოლიე, ეს კოლიე მოისროლა ტუალეტში და თვითონ დათვრა და თქვა არ ვთხოვდები. მაგრამ სასწრაფოდ დაასხეს ცივიწყალი, კარგად გამოაფხიზლეს, კოლიეც დაკიდეს და გაათხოვეს. და რა თქმა უნდა იგი ჩაეწერა ამ ამბავში, ქმარი მას ღალატობს, ქმარს ის არ უყვარს, მაგრამ დეიზი არის, ასე ვთქვათ, მაინც ამ სიტუაციაში მოღალატე და არ მოყვარული ცოლის კაცის ცოლია და თავს გრძნობს ჩვენივრად ამ სიტუაციაში. ბავშვი ყავს, ბავშვიც ისე უყვარს, როგორც დიდრებს უნდა უყვარდეთ ბავშვები, ცავს არ იკლავს არც ამ სიყვარულით, არც ქმრის ღალატზე ხელავს ძალიან. თუმცა კი განიცდის. მას ეჩვენება, რომ გრძნობები აქვს და ემოცია აქვს და ეჩვენება, რომ სხვანაირი ცხოვრება შეეძლო. სწორედ ამ დროს ჩნდება ჩვენი კაცი გეცბი. ოდესღაც მისი გვარი იყო გეცი, ოდესღაც იგი გახადა ადამიანი იმ კაცმა, რომელსაც ხვის მთელი მსოფლიოს ირგვლივ ამოგზაურა, მაგრამ ფული არ ქონია არასოდეს. ომის მერე რო ჩამოვიდა მაიორი კაცი, მაშინაც უფულო იყო და უცებ მიხვდა, რომ ამერიკაში ოცნების ასრულება შეიძლება. არა აუცილებელი კანონიერი გზით, არა აუცილებელი პრეზიდენტი გახდეს, შეგიძლია გახდე მილიონერი. ხო და გახდა მილიონერი, ოღონდ უკანონო გზით. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც გულუბრყვილო ქვეყნებმა იციან ხოლმე, რომელიც ეფუძნებიან ქრისტიანობის ყველაზე გულუბრყვილო ვერსიას, კერძოდ პურიტანობას, ანუ თლათ ქრისტიანობას, ძალიან პურიტანულმა ამერიკამ გამოიგონა, რომ უნდა შევიკავოთ თავი. მე-19 საუკუნე ინგლისში ვიქტორიანული ეპოქა იყო, თავშეკავების ეპოქა, ხალხი თავს იკავებდა სექსისგან, სმისგან, ყვირილისგან, ემოციებისგან და ასე შემდეგ. ანუ იყო არაბუნებრივი სულელური გარემო, რომელსაც ძალიან კარგად დასცინა ინგლისურმა ლიტერატურამ, განსაკუთრებით მაგალითად ისეთმა მწერლებმა, როგორც ვილიამსები და სხვები იყვნენ, სტივენსონები და სხვები, მოკლედ ამ ლიტერატურულ ფენომენს თუ არადამიანურ ფენომენს ამერიკაშიც ჰქონდა ადგილი, მოგონილ რამეს, სახელმწიფო მოიგონა და იქნება მშრალი კანონი. და როგორ იქნებოდა მშრალი კანონი ამერიკაში, რომელიც არის თავისუფალი ქვეყანა, სადაც წყნარად შეგიძლია შეიტანო რაც გინდა ის და გაყიდო რაც გინდა ის. მოკლედ ამერიკა გაივსო არაფორმალური სტრუქტურებით, სადაც არაფორმალურად ცნობდნენ და მთელმა ამერიკამ იმაზე 1000-ჯერ მეტი დალია, ვიდრე კანონამდე იყო. ეს ბუნებრივია, ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელია, გაჩნდა სპეციალური პროფესია ბუტლეგერობა, ეს არის ბოთლიდან. სიტყვა ბოთლიდან, ამერიკული სიტყვა და ინგლისური სიტყვა ბოთლი, რომელიც ქართულადაც ბოთლს ნიშნავს, ეს ინგლისური ნასესხობა გვაქვს, იშვიათია ინგლისური ნასესხობები, მაგრამ ეს სიტყვა ნამდვილად გვაქვს. მოკლედ, ბოთლეგერობიდან, ანუ ბუტლეგერობიდან, ანუ უკანონო სპირტის შეტანიდან და გაყიდვიდან იშვებოდა დიდი ფული და გეცბი გახდა მილიონერი. შეიძლება უფრო მეტიც.
და ახლა ყოველ დღე ატარებს ასე თქვათ, აი ფულს ხარჯავს და უზარმაზარი შეხვედრებია, მოდის ხალხი, ორკესტრებია დაპატიჟებული და მის ოჯახში იმართება წვეულებები. ამას ყველაფერს ხედავს მისი მეზობელი, რომელიც შემთხვევით სწორედ დეიზის ბიძაშვილია. გეცმი მისი დაინტერესება სწორედ იმის გამო, რომ დეიზის ბიძაშვილია და თხოვს მას, რომ ჩაიზე დაპატიჟოს დეიზი. უნდა რომ თავისი თავით, თავისი ქონებით, თავისი ძველი შეყვარებული მოხიბლოს და ეს ამბავი მას გამოუვა. ის მოხიბლავს დეიზის და დეიზი ჩათვლის, რომ შეყვარებულია ამ კაცზე და უნდა გაეყაროს ტომს, თავის ქმარს. ბიუკენენს ამ სახელის ამერიკაში პრეზიდენტიც იყო და პრეზიდენტობის კანდიდატი შემდგომ წლებში. დიდი გვარია, ცნობილი გვარია, დიდარი გვარია, ტომი მაგგვარიდანა. იმათაც უკანონო ქონება აქვს, დიდი ხანია დაკანონებული. და დეიზი არის ორ დიდარ კაცს შორის და აკეთებს არჩევანს თითქოს თავისი სიყვარულის სასარგებლოდ, ძველი სიყვარულის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, სანამ ქმარი არ აუხსნის, რომ ეს სიყვარული არ ვარგა, იმიტომ რომ ის აკეთებს არჩევანს არასწორი ქონების მიმართ, რომელიც კრიმინალური წარმოშობისა და ყოველწუთა შეიძლება კაცს წაერთვას. და დეიზი ხვდება, რომ მისი ქმარი მართალია და ამიტომ უკანონო, მაგრამ დაკანონებულ ქონებას მისცემს უპირატესობას. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბოროტება, რომელსაც ბიუკენენი წარმოადგენს, რომელიც სხვა შორის ცოტა ფაშისტურ აზროვნებაშიც არის შემჩნეული, ცოტა არაკაცობაშიც არის შემჩნეული და როდესაც დეიზი მანქანის საჭესთან მჯდომი ადამიანს გაიტანს, ეს ყველაფერი გეცვის დაბრალდება და სხვერპლის ქმარი, რომელიც სხვა შორის რქებიანია, იმიტომ რომ მის სულთან საქმე ჰქონდა სწორედ ტომს არაკაც, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, სწორედ ტომი უკარნახებს, რომ დამნაშავე ყველაფერში არის საჭესთან თითქოს მყოფი მისი ცოლის შეყვარებული, კერძოდ ისე იგი გეცვი და ის საცოდავი კაცი, ამ საცოდავ კაცს მილიონერ კაცს, რომელსაც უკანონო გზით ჰქონდა ქონება მოპოვებული, მოკლავს ზურგში ესვლის დიახ. და აუზზე მოკლავს უკანონობა, უსინდისობა, ყველაფერ ამას მთხრობელი ნიკ კარაუეი გვიყვება და გვეუბნება, რომ ასეთები იყვნენ საერთოდ ეს ადამიანები, ტომი და მისი ცოლი დეიზი. ისინი როგორც სათამაშოებს, ისე ამსხვრევდნენ ადამიანებს და მათ ბედს და მათ ბედის წერას და მე ერთად იყვნენ ხოლმე, როგორც ჭეშმარიტი დამნაშავეები უნდა იყვნენ ერთად და მე რა როც ქმარი ცოლს ხალატობდა, მე რომ არ უყვარდა სინამდვილეში ისინი კლასობრივად არიან ერთად და ისინი არიან ერთიანი ადამიანები. ამის მერე ჰემინგუეიმ რატო დაასკვნა, რომ დიდრები ძალიან უყვარდა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს, კარგად არ ვიცი, იმიტომ რომ მან დიდრების არსი კარგად გვაჩვენა და კარგად გვაჩვენა როგორ ამსხვრევს ზნეობას სიმდიდრე და რა საშიშია იყო მილიონერი ამერიკაში ერთის მხრივ უკანონობის გამო ამ ქონების დაგროვების და მეორე მხრივ იმ დაუჯელობის სინდრომის გამო, რასაც დიდი ქონება იძლევა, როგორც ეს მოუვიდათ აგერ ადამიანებს, ყველანაირი ზნეობრივი უსინდისობა ჩაიდინა კაცმა და შერჩა ისე როგორც ძალიან ბევრი მინას შერჩა. ამერიკაში როგორც გითხარით 30 მილიონზე მეტი მილიონერია და რომელი მათგანი არის კანონიერი ბილ გეიტსის გარდა მე კარგად არ ვიცი. მე მგონი ბეზოსი, ბილ გეიტსი, ესენი ვინც იდეით გახდა ამ საწყალი სტივენ ჯობს, ესენი იდეით გამხდარი ან სპორტსმენები და სხვა კიდე მესმის, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს ამოწყებული ისე როგორც ფორდი ამბობდა. ან მკითხოთ პირველი მილიონის ამბავი და მე მოგიყვებით ყველაფერს. აი ეს პირველი მილიონი 50 მილიონს როგორც აქვს ნაშოვნი კაცშვილმა არიცის, ამიტომ შეიძლება ეს იყოს ქვეყნის გარკვეული პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ეს იწინასწარმეთ ყველა დიდმა მწერალმა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. ეს გახლავთ გადაცემა, რომელსაც ქვია წიგნები და ფინანსები, ჩვენ ვილაპარაკეთ ყველაზე მდიდარ პერსონაჟებზე მსოფლიო ლიტერატურაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.